დავოსში დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იწყება. უკვე მეორე წელია, რაც ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არ იწვევენ. საქართველოს ფორუმზე ბოლოს მონაწილეობა 2024 წელს მიიღო. პრემიერის პოსტის დატოვებამდე ერთი თვით ადრე დავოსში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო არ იწვევენ. ოცნებაში კი ამბობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა თავისთავად მიზანი არ არის და მთავარი ეკონომიკური შედეგებია, რომელთა მიხედვითაც მათი მტკიცებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო მაჩვენებლებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არ მიწვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ხალხის ძალის ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმაც. მისი თქმით, დავოსის ფორუმში არ მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. თითოეული პლატფორმა ჩვენთვის არის რაღაც შედეგის მომტანი. უნდა იყოს შედეგის მომტანი და არა უბრალოდ რომ რომელიმე წითელ ხალიჩაზე გაიაროს ამა თუ იმ ხელმძღვანელმა პირმა ჩვენი ხელისუფლების. ამიტომ ვიმსჯელოთ მოდი შედეგებით. და შედეგები არის ძალიან მკაფიო, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ევროპაში. ამიტომ ყველაფერი ამით მე მგონი ნათელია. დავოსის ეკონომიკური ფორუმი, როგორც ჩანს, არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებში წყდება საქართველოს ბედიღბალი და უკეთესი მომავალი. ჩვენი მოსყიდულია მსოფლიო ბანკი? თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩაუტანეთ მილიონები, რომ დასკვნები დაწერონ ყოველწლიურად, რომ ვითარდება ეკონომიკა საქართველოში, როგორ გონიათ? ან თვითონ ევროკომისია, რომელიც თავიდან ბოლომდე ხშირად არის ხოლმე განწყობილი ანტიქართულად. თავად წერს უკვე და თქვენ კარგად იცით, რომ ევროკომისიამ უკრაინა მოლდოვის მოცემულობა ამოიღო ანგარიში და საერთოდ არ დაწერა, იმიტომ რომ ცუდის გარდა ვერაფერს ვერ დაწერდა. და ეს მოცემულობაა სწორედ ასე, რომ ამას ვამბობ, უბედურება ეს არის სწორედ, უკვე წასული მათ შორის რადიკალური ოპოზიციის, არ ამგონია იმათ რამე ეშველოთ, მაგრამ პოლიტიკურად, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ყველაფერი კარგი აღიზიანებთ და თუ რამე ნახეს ისეთი, რომ შეიძლება მათი აზრით ხალხისთვის იყოს საინტერესო, ამას ჩაეჭიდებიან ხოლმე, თუმცა ესეც რა თქმა უნდა უინტერესოა. 2026 წლის 19-23 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56-მე ყოველწლიური შეხვედრა მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს შორის იმართება. ფორუმში მონაწილეთა შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე ფორუმს ესწრება 1700 ბიზნეს ლიდერი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.